თავი პრობლემა ზოგადად ოპოზიციის არის ის, რომ რეალურად პოლიტიკური კლასი არ არის ეს. აი ჩვენ თუ ავიღებთ სუფთა პოლიტიკოსის რაღაცნაირ განმარტებებს, პოლიტიკოს რა უნდა უდოდეს, ხო, ეს პოლიტიკოს უნდა პოლიტიკური პროცესი და პოლიტიკოს უნდა ძალაუფლება. ძალაუფლებისკენ სწრაფვა. კი ბატონო. ეს არ არის პოლიტიკური ჯგუფი, რომელსაც ეს თვისებები აქვს. იმიტომ რომ ეს არის რაღაცა ჯგუფი, რომელიც მესეთი შტაბ-ბიჭდება მაქვს. დანიშნეს ოპოზიციონერები, ხო. და მუშაობენ როგორც ოპოზიციონერები. ხო. და აწყობთ ეს. ოღონდ თან აი მეთოდიკას რო ავიღოთ, მეთოდიკა. ანუ პოლიტიკოსი სხვანაირად მოიქცევა და NGO-შნიკი რაღაც სამოქალაქო აქტივისტი სხვანაირად. და ჩვენი პოლიტიკური ელიტა, ამ შემთხვევაში ოპოზიციური ელიტა, ხო, იქცევა არა როგორც პოლიტიკოსი, არამედ როგორც NGO-შნიკი იქცევა ხოლმე. ზოგადად ეს ქცევის მოდელი იმდენად აღმოჩნდა მათიანი, რომ ვეღარ ემიჯნებიან ამას. აი მაგალითად რა სუსტად უპასუხეს სერიოზულ გამოწვევას ომთან დაკავშირებით. თქვენს რომ ეს საფრთხე არარეალურია და რუსეთი იშლება და აი დამთავრდა მათ ძალიან ბევრი რამ დაუმთავრდა ეგრევე. და აი ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკოსის ხო რომ ნუ ყოველთვის დემოკრატიულ ქვეყნებში ესე არის. რომ შენ უნდა რაღაც საზოგადოებრივ ას ყოველთვის უსმენდე და გრძნობდე. აი მე ვერ ხვდები რომელი მათგანი გრძნობს ოდნავ მაინც ამას. აი კი რაღაცა ჯგუფზე, რაღაცა აქტივისტი ბაბებზე არის. მაგრამ იმდენი აი სუბტ ახლა შენ გიმუშავია PR-ში, შენ იცი ეგ ზოგადად ეს საკითხი. აი რო გინდოდეს რომ წააგო, სწორედ ისე უნდა გააკეთო, როგორც ისინი იქცეულან. ანუ ერთი სტრატეგია ისეთი არ იყო არჩეული, რომ გაიმარჯვა. და ყოველთვის შეკითხვა მიჩნდება ზოგადად სურვილის დონეზე, ახლა როგორი სურვილის ზღაპრობი, არა დეკლარირებს, არამედ აი რას ნაღდათ უნდა ადამიანს, ხო? ავთენტურის. საერთოდ უნდათ ეს ძალაუფლება. მეგონი არ უნდა ძალაუფლება, მაგრამ მეგონი აი შოუში ყოფნა, პოლიტიკური შოუში ყოფნა. ურჩევნიათ იმას პასუხისმგებლობის არაღება, ხო? ნუ მე რაც გონია მარტივია, რომ ჯაფარიძე თავის ილუზიებში გაჯიუტდა. მე მახსოვს, რომ ის გამოვიდა სახეზე შემხმარი ღიმილით მიულოცა თავის ამორჩევნებს გამარჯვება და 15 წუთში გამოვიდა და თქვა რომ გაყალბდა ეს არჩევნები. მე თუ გაყალბდა ეს არჩევნები, ეს არის არალეგიტიმური პარლამენტი, არალეგიტიმური კომისია, არ გადაიხადა გირაო და მოუწია ციხეში წასვლა, ხო? ანუ ეს არის და ეს, ანუ და ეს არის რაღაცნაირად სიგიჟე, ხო, ან ყველა კულტურას თავისი აჩრდილი დაყვება, მაგრამ ჩვენთან ისე ხდება, რომ ეს აჩრდილი არის გამოსული პოლიტიკურ ველზე. ეს სიგიჟე, ხო? ახლა იგივე აქტივისტების მანერა, ეს ხლისტების მივარდნების პოლიტიკა. ხო, და ანუ ეს რაღაც კულტურის ეს აჩრდილები, დემონები, ხო, არის გამოსული რა წინაპლანზე და რა პერვერსიები. ხო, აი ავადმყოფური რაც ზუგდიდში გააკეთეს, ხო? ჩვენ ახლა ეს პერვერსია. ჩვენ ახლა ამდენი ხანია, ხო, წლებია ვშიფროთ, მაგრამ მე მგონი ხანდახან ვფიქრობ, რომ ერთი გადაცემა ალბათ თეთრი ხალათები უნდა მოვიტანო და ჩავიწვა. ხუმრობის გარეშე, იმიტომ რომ ძალიან დიდია სიგიჟე, ხო, ანუ როგორ შეიძლება გასაგებია ვიღაცეები ესეთები არის, მაგრამ ხა ჯაფარიძეს ხო აქვს ცოტა ეს რაღაც გონიერება, რომ რაღაცა გათვალო, მაგრამ არ ვიცი, ანუ რაღაცა ტიპის უგუნურებასთან გვაქვს საქმე. შეიძლება თუ გონიერება აქვს დასაწყისი. აი როგორ შეიძლება? გაერიდა, მე გეუბნებით რომ გაერიდა. აი შეიძლება გაერიდა, მაგრამ აი წარმოიდგინეთ ნუკრიმ რაც თქვა, რომ აი ქართულმა ოცნებამ რითიც მოიგო არჩევნები არის რომ ხალხმა დაუფასა რომ ამ არეულ გეოპოლიტიკურ სამყაროში ქვეყანა გადაარჩინა რაციონალურად ზოგს ეხა რაღაცები არ მოწონს აი 54%-დან მაგრამ თქვა რომ ეხლა ეს გადავდოთ მაგრამ თავარი არის ის და მე იმას დაინახა ქართველობა ანუ სამშობლოს ერთგულება და არა აგენტურა ყველა და მე თვითონ ჯაფარიძეს და ეს ვიღაც გირჩელებით ხო ამბობენ რომ აი ჩვენ ვერაფერი დაუპირისპირეთ ოცნების ამ შვიდობა ომის რიტორიკას ხო და რას დაუპირისპირეთ შენი ძახდი ომი მინდაო და შევისეინო ცხინვალში ჯაფარიძე იძახდა და ეს ტიპები ხა ჩვენ ხომ მაინც ვიცით ეს ზეპირად და რას დაუპირისპირდები შენ იყავი ომში ჩართვის ინიციატორი